ლელოს და გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერილი მემორანდუმით ორი პოლიტიკური ძალა თან ხვდება, რომ არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, იმოქმედებენ კოორდინირებულად და შეეცდებიან მერობის თუ მაჟორიტარი დეპუტატობის ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმებას. გახარია ლელოს ერთობა კრიტიკის საგანია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მართველი გუნდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა. ეს არის de facto არჩევნები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ დამატებით ფლანგად ჩვენი მთავარი ამოცანის მისაღწევად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ცვლილება და ვფიქრობთ, რომ ამაში ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა პარტია ჩართულიყო ამაში, მაგრამ გასაგებია, რომ არიან პოლიტიკური პარტიები არსებობენ, რომლებმაც ეს არ გაითვალისწინეს, ვინც დარჩა, რა თქმა უნდა, იბრძოლებს იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსენსუალური ადამიანები შევარჩიოთ როგორც მაჟორიტარებად, ასევე მერებად და ასე ამ გზით შევუქმნათ ბარიერი ივანიშვილის ხელისუფლებას. თავარი ამოსავალი ამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების არის, რომ ჩვენ ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერთ მხარს ხვასია. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ვიმეორებ, ჩვენ 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა და ამ ვადას მაქსიმალურად გამოვიყენებ. ვინც არ უნდა შემოაგდოს, თქვა იგივე მედიებში გავრცელებულ ინფორმაციებზე საუბრობთ, ვინც არ უნდა შემოაგდოს, ეს სუსი იქნება, პოსტივი იქნება თუ იმედი იქნება და მე ეს შემოგდებული ქარდები, რაც არ უნდა აფრიალოს ჟიამულით ნაცმოძრაობის აქტივმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამას გაიგებთ ჩვენგან და არა ნაცმოძრაობის და შალვა რამიშვილის ქარდებით. შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება. თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირ ბრძოლაში შესვლა ეს არ არის, ეს არის ქოცურ რუსულ სქემაში მონაწილეობა. მათ დაეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა ამ რეჟიმის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ასევე მშვენივრად იციან, როდესაც ორი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან ერთად პრინციპულად არაპირებს ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, თვითონ რომ მიდიან უბრალოდ ივანიშვილის მიერ გადმოგდებული მეორე ადგილის დასაკავებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა რამოდენიმე წარმომადგენელმა ხელფასი მიიღოს თბილისის თუ სხვა ქალაქების საკრებულოებში, ეს არის ნამდვილად სირცხვილი. ჩვენ გვაქვს ძალიან წყობრი არაღიარების, ართანამშრომლობის ხაზი, რასაც მოაქვს ამ დრომდე შედეგები. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ეხმეწება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შემოდით არჩევნებშიო. ჩვენ ხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი იმუქრება, რომ ან გვაღიარეთ, ან ციხეში წადითო. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები არ არსებობს და ჩვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიში არის პირდაპირი გზავნილი მის შესახებ, რომ ეს არჩევნები რეჟიმმა შეიძლება საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. ამიტომ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვიღებთ. მათემატიკაში არის ასეთი აქსიომა, არაფერი მივუმატოთ, იქნება ისევ არაფერი. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის სწორედ ასეთი, ეს მოლოდინი რა თქმა უნდა ჰაერიდან არ არის, ეს ეფუძნება კონკრეტულ კვლევებს, რაც დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს და იმ განწყობებს, რაც ასევე მათ დამიარსებობს. მით უმეტეს იმ კანდიდატებზე, რომელზეც საუბრობენ, თუ ამ კანდიდატების დაყენებას აპირებენ მერობის არჩევნებში, მერობის ნაწილში, მაშინ ალბათ ყველაფერი ნათელია მათ მცირე შანსი, რაზეც ამყარებენ იმედებს, ეს შანსიც არ იქნება.